ფორმულა 1-ზე მარტივ შეკითხვებს პასუხობს სედანს ერთთვიანი გამოწერისთვის, საშუალოს ორთვიანი გამოწერისთვის, თუ რთულს სამთვიანი გამოწერისთვის. მოდი იყოს საშუალო. მარტივ კითხვებს უპასუხებ. იყოს რთული. მარტივ ერთთვიანი. შეგიძლია მოხსნა შეიცდ და ნახოთ რა დევს შეგიძლია. პირველი შეკითხვა. გვითხარი პილოტის სახელი, რომლის ნომერიც არის 16. ლეკლერ. სწორია. გვითხარი ფერარის ორი პილოტი, რომელსაც 7 მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოყოლებული. ჰამილტონი კი, ჰამილტონი სწორია მიღებულია და მეორე. აი ვიზა იძახიან, სწრაფად რო გაივლის მანქანა და შუმახერი ხო არ გონია, სწორია. და ბოლო შეკითხვა, რომელი ქვეყანა მასპინძლობს მონაკოს გრან-პრის? მონაკო. სწორი არის. ილოცავ შენ მოიგე ერთთვიანი გამოწერა სეტანტასგან. პირველი კითხვა. გვითხარი ფერარის ორი პილოტი, რომლებსაც 7 მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოყოლებული. კარგი, ერთ სიტყვი გარტყმით შუმახერი. კი, შუმახერი. მეორესაც შუმახერი. არა, მეორე. ვერ დამეხმარები? კი, დრედებიო. ჰამილტონი? ეგ არის, ჰამილტონი. მეორე შეკითხვა. რომელი ქვეყანა მასპინძლობს მონაკოს გრან-პრის? მონაკო ხო არა? კი, სწორია. და მესამე გადამწყვეტი შეკითხვა. გვითხარი პილოტის სახელი, რომლის ნომერიც არის 16. 16. ისევ შუმახერს ვიტყვი. მე სხვა არ თუ გინდა დაფიქსდი, დროს მოგწე. ჰამილტონი. შარლ ლეკლერი არის სწორი პასუხი. პირველი შეკითხვა. ვის აქვს ყველაზე მეტჯერ მონაკოს გრან-პრი მოგებული? აირტონ სენ. აირტონ სენას სწორი პასუხია. შემდეგი. რომელ ავტოდრომს ეძახიან სისწრაფის ტაძარს ფორმულა 1-ში? თუორსტევი მონცა. მონცა იტალია კი სწორია. რომელი გუნდის ბოლიდით გაინცადა ავტოკატასტროფა აირტონ სენამ 1994 წელს? დაფიქსდი, სამთვიანი გამოწერას იგებ. ვილიამსი სწორია. გილოსავ დამსახურებული სამთვიანი გამოწერა შენ. მადლობა დიდ. პირველი კითხვა. ვინ გახდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი 2016 წელს? ნიკო როზბერგი. სწორია. შემდეგი კითხვა. რომელი გუნდით მოიგო ფერნანდო ალონსომ ორჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული? რენო. კი, ეგ არის. ბოლო კითხვა, თუ სწორად უპასუხე ორთვიან გამოწერას მიიღო. რომელი ფერის დროშის დაქნევის დროს ჩერდება რბოლა? წითელი. ეგ არის. შენ მოგე ორთვიანი გამოწერა სედანტასგან. მადლობა. უყურეთ მონაკოს გრან-პრის 23 მაისს სედანტასპორტს.com-ზე.